დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. ამჯერად ხარაგაულიდან. ეს ანდრეაობაა, გილოცავთ ყველას. და საკმაოდ საინტერესო ტრეკი გველის. ავდივართ სკინის ჯვარზე, უნდა ავაბრძანოთ ხატი. ჩამოვედით მე და ჯაბა, როგორც ვიცი ბიჭები იქნებიან, არ დაგვიგეგმია ეს გასვლა, ყველა თავის სურვილით ჩამოვიდა, ლევანი გველოდება. გადავკვეთავთ ახლა ავალთ ეკლესიაში და დავიძრებით ზემოთ. მოდი გაგიღებ მოიცა. ეხა ხედეთ რა. ეხა ეს ისე მაქვს პირდაპირ დავდოცხარა. მიგდები და მე ბილათი მოსვის. ასე შევადრეოთ. დავიძარით მეგობრებო. ნახოთ წირა გველის. ჯაბამ 7 ჯერ გამოიძინა გზაში. იქაც მოასწრე. გლეთ. არც ესე. ცოტა ენერგია გვაკლია, იმიტომ რომ ღამის 3 საათზე გამოვედით და მთელი გზა მოვდიოდით. 10 წუთი კი მოვასწარი მეძინი, მაგრამ დაგასვენებს. ყველაფერზე მაგვიძებდა სპეციალურად. მე უნდა მეკარები და შეუნაკეცნა. ბიჭო, მთელი ცხოვრება მასე ვართ. შენ გძინავს და მევატარებ და ეხა შენ მევატარე ცოტა ხანი ხო შეიძლება. ასე რომ წავედით. ბიჭები ლაპარაკობდნენ, ეხლა საკმაოდ დიდი ნამქერებია ზემოთ. ამინდით ისეთია თოიწვიმა. დაიწყო პირველი დაბრკოლება. სალამი. როგორ გიგითხოთ? მოინიშნავენ მონაცემებს ახლა მძღოლების. და დავიწყებთ წინსვლას აქტიურად. ჯერჯერობით რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, მაგრამ ზემოთ რა იქნება ვნახოთ.
არა აღჭება შოთზე მოხოს ხარაგაულის დიდი ქვამაგი. პარკი არის ერთ-ერთი ულამაზესი. ეს მაღალი ხეები მომწონს რა აქ. ეს უზეპირად ის გადავგზები საერთოდ შემოვაროს და შევიდე ეს. და თალი მაგრამ დაღო. ჯაბა ღრმა არ ვიცოდი და სველი. ეს მე რამდენია? სერიოზულად
Ana, xilავაზები რა. დრაგი უნდა მოაწყო. მოდი ამ ბიჭო, თუ აღარ ჩა. რა გამოჩნდებიან 700 მილის ეს. არ მოგარტყას. ახალი საბურავი უღენია. ერევან ძველი წოდები არ გამიხსენო, ხო არ მომართა ლაბავოში. აგავაკეთ რომ მიხარია და როგორ მომიხარ. ბიჭო, ჩაადგიო, ქვებს სადაც დაინახავ, ჩაადგი ბოლომდე უკანა ხედი ჩართე მარტო. ო, მაგას ხო ისე შეგვიძლია. ვესტიგას საერთოდ არ ვაძლევ. ბილასთან რანჟენიც მივხატავთ რა. და დაშვებული რო არის, კარგია და არ ვინჯღრებით. ჩვენც მასე ვარ ზუსტად. მე შეჩქერია გიძეს. ისლანდიაში. ახლა ბიძო, ხარ რა? არა, ერთად ვიყავით ერთხელ მედალევანი. ერთად კიდე ჯგუფთან ერთად ვიყავი ამას. ზოგადად ამაგამიანმა გაჭრა ეს გზა ეს 20 თავის დროზე რა. და გზა არ არსებობდა და გაჭრა მოასწორა თუ რავი რაც ქვია, ნახე როგორი ქვიანი და ისეთი გზა კლდი აქ ნაჭრელი რამდენი რავი. აი ბიჭო. თავი. ანუ პირველი იყო რომელმაც ეს გზა გაჭრა, ხო? ხო, აქ საურმე, სამცხენოსნე და ისეთი ის იყო რა და ამ კაცმა გაჭრა ეს 20 ფაქტიურად თავისი ძალები, თავისი ინიციატივით შეიძლება შეგადაში გეხმარებოდა, მაგრამ დიდი უღაწელი მეუჭვის. ლევან, შენ თუ მე თუ შენ გაგასწრებ, ხო 100 წლის მერე. ერთი წალი ეგეთი მეც დამიდგე რა იქნება რა. იცი რამდენი გზა მაგაჭრილი. შავში ძმა, შენ შავში. ოღონდ ფერადი სურათი თქო, შავ-თეთრი აღარაა მაგაში. შტრიქოს დავაწყდა და ვიდეო ამოხდება. შტრიქოს დავაწყდა და ვიდეო ამოხდება. ჯივარი გააკეთო. ჩაგეთვალა. ერთმა გვარგად გვამყოფოს და ჯავრთელად 100 წლის მე პაგაუნათოს იმაშკაც რა გაწვა. თქმა უნდა. რენი უკბილო ხუმრობებით. ჩვენზე ხუმრობთ სხვაზე ხوار. ჩვენ თავზე. ამ ხელაშრომა გაწეული ხა წარმოიდგინე ხო ერთი სიტყვა ძალიან ადვილია გაჭრა და გაჭრა ხო მაგრამ ზარმაზა. გამეები ანათენები და ალბათ ტექნიკა და ყველაფერი ერთად. ისე სხვათა შორის საინტერესო იქნებოდა აქედან პირდაპირ ბორჯომში სამანქანო გზა რო გადავიდეს. გავუშვა და გადავალ. ოგროები დაუშვა და გადავიდე ეს. აბა რა უნდა.
კარგათარი ამას ისურვებს ეძახიან, კოტეჯები დგას, ეგერების ტურისტ შეუძლია დარჩეს და ესეთი მოსასვენებელი ადგილია რა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რამე გააცნოს. საკმაოდ ნორმალურად და კარგად არის ის მოწყობილი. ჩვენ ხანდახან შევდებით ხოლმე საჭმელს ჩამს და მე ვაგრძელებ, მაგრამ ამ ეტაპზე კარგია მინდა გუჩუნია უჩქარო. კარგი ხა ოგროები ვის არყენებია. ახე რა ბუნებაა. ახლებს ინახავს საფრთხისთვის. წახვედი გიო. აუ გაჩუნდა. ერთი სული მაგ გავაგრძელოთ გზა, იმიტომ რომ შუა დღეს მე წვიმას აჩვენებს და რომ მოვასწროთ. აუ რა სამოფ. აი წვიმა კიდე მახსოვს მე რაც არის. წვიმას ეთყვა და ჭექა ქუხილია ხოლმე ერთად. ასე რომ რაც მალეავალთ უკეთესი იქნება. წავედი, დაიძრნენ მანქანები მოვიდნენ, წავედით. მე გავიარეთ ფეხით. ე გაღვართია ყველაზე მურტალი. ვიცი, მან ხა მაშინა ცოტა ისე ვიყავი ბავშვების და მსვლელობის და ხატის გარეშე სიმართლე რომ გითხრა. და მანდაც რო იცოდა იგივე სიტუაცია იყო და რა ვქენი, მან გივე გავიარე. მან ხებში ჩავედი, მომიჯნავე ხაზე გადავედი და იქიდან მომჭერი მე მაგარი რა სხვა რამე ჩაჩეროში. ხა ამ გზით კიდე სხვაგან გადავდიო არც თუ ვისთვის არის ხა ის ჩაკეტილი. ამასაც არ გადავიხარ, ეს საკეტილია ხოლმე, ხეპარკსაა საკეტილი, ანუ ქვემოთ რახან სოფელია, მოსახლეობა რო არის, მაინც ვერ უშლიან რა, ის მოსახლეობა მე შემოდის, სახლანის. და აქ უკვე არქივს ზემოთ საერთოდ აღარაფერი რეგისტრირებული არავის არ არის, შესაბამისად შეგმოუმი უღენიათ. ეხლა იმ შემთხვევაში დღევანდელი დღისთვის არ იღიარა, იცი რა უნდა გავიაროთ. ახლა რა ხდება? მე არ მეკონა ბავშვი. ახლა აი დაუძლიეს და მოდი თავა. თემო ბლოკები ყველაფერი ერთად ჩართიში. ახლა ეს ვიდეო შევიდე რა მე. ამოდი. კარგია, დაზადნე. დაზადნე. არაფერს არის. კაი. მეც დაგეხმარები, მოიცი. იყოს ეგრე, იყოს. ატვალებ ხული. გიო. აქეცას მიაჭირე წინსვლად.
აი საკრარისია გი. ანქანა ცოტა სპანელი. გადმოვალი. თემო არ გადაგაცურო შენ იქი. დაახლოებით 70% ამოვიარეთ. აქ არაფერი საინტერესო არ იყო გზობის მხრივ. ეხლა იწყება აი ესეთი გაწყალებული თოვლი. პირდაპირ ძირები. აქ თუ დადგა კაია მანქანა. სუფთა ჰავერი. ცხენებს ნავალი. ვახს, გავლილი აქვს ცხენებს. ცხენი თუ არ იძირება, დიდი ალბათობით მანქანებით ამოვლენ. წესით არ უნდა გაუჭირდეთ ბიჭებს. მოდიან ნელა ბიჭები. თან სიტუაცია შევხედოთ. აქეთ არაფერი. დიდი ალბათობით მარჯვენა ზოლზე დადგებიან და აუვლიან. ეხლავე დაუშვათ საბურავებიო, დავიზღვიოთ თავიო, რომ მე არ გაგვიჭირდესო. რაო ლეონ ის რაღაც განსხვავებული გაქვს ხო? ავაწყო ისეთი დაჩიკი ერთი ბარის ქვემოთ რო აჩვენებს რა. შესაბამისად ზუსტად რო შეგიძლია ნახო 02 04 01. ნუ ფაქტურად კუსტარულად გავაკეთე, იმიტომ რომ სხვა დაჩიკები არ ვენდობი რა. აგეს ნახე მოდი გადაიხეს. 3 და 4 ბიჭო. არა ჩვენებს სწორს მე. არა ჩვენებს. შენი შენი. ჩემი არა. რატომ არის შენი კარგი ვერ გავი? თუ ვერ გავივლით, მე 0-1-ზე ჩამოვიდე. ის სითხიანი ყველაზე მაგარი მაჩვენებელია საერთოდ. სითხე რომელიც ბიჭო რატომ გონია რომ ის არის სწორი და ეს არის სარვე თუ ვერ გავივლით, კიდე ჩამოვყრე. წავედი. ავედი ის. ის არის ჰიდროსკანი. ისეთი 0-1 დავაკეთე. სითხიანი რომელიც არის ძალიან ძლიერი. შენი 4-4-ზეა? მუდა. ცოტა მატყუარა ჩანს, მაგრამ მე მგონი არაფერი ისეთი. არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი. ლევან ძალიან დიდია. არა, შეუპასებელია. მაგა შეუფასებელი რა არის. ცხენი ჩავარდა ბიჭო, ცხენი. წავავიდეთ დაისელე. ნელ-ნელა დამოხვა. რუგადის შუაში.
ხენი ჩავარდა და რას ელოდები? აი თუ დააკვირდებით რა ჭკვიანურად მოძრაობს. პატარაზე მიარტყავს, აძლევს იმის საშუალებას რომ უკან გავიდეს. აი, ეს მარტო საბურავი არა, ლევანიცაა. ჭაბას ჩაეძინა ისიო. ხათრით მოდის. გადავლახეთ ეს დაბრკოლებას. რაზგონით არა. დაიცარი ჩავარდნილია. ნელა. აქ ჯირი ჩავარდნილია. ჩავარდნილია ძირი. აქეთ უნდა დადგე, ლევან, აქეთ. აი ეგრე. იო, ჩადგა უკვე, გამოდი ნელა. ნელა. ძალიან მაგარი ხარ. ის ვერ გადმოვა იმ საბურავს. ნული აიღე ქვაი. ნული. არ შეხვიდე იქა, არ შეხვიდე, აქეთ. ბიტო შენ ვერ დაიკავებ იქა. გამოკევი პირდაპირ არ ჩავარდები. ნელა. უკან წადი და ამაზე დადე. დაждები. არ დაждება, არა. კი, დაждება უკვე ძება. ბაკა, იქ შედგება, მაგის არ შეიძლება ვერ დაიკავე. ნახე ლევანმა სად გაიარა. ნელა. უნდა გაჭრა შენ, სხვა გზა არ არის. ნელა არ დააწყდა. წამოვიდეს იქეთ შეზევით. ნელა და 1-2 და გამოჭრილი გაქვს. გამოჭრილი გაქვს, ვიდე. აი ბიჭები წამოგვეწვნენ უკვე. მოდიან.
არის ისო? საღო ცოტა ხანში კაი მანქანაში გაგისვლით ზემოთ რა. მავცვალე კატო. ამაზე კაი ტრანსპორტი არაფერი ყოფილა. აუ საღო ბიჭებს ჩადგი მინდა ეს ნორმალური. აი, ერთი წუთი გაჩერდი რა. იქი დაპაკერში გაიყვა ეს დაკუჭული. გამოიარა просто. აუ კუთხიან ალქერის იმათმა იქიდან მოუარეს ახლა შენი აზრით რატო გაგვა ესე? ზამეში დააყენე და გავუყარე. მართლა? მოწმე ახლა. ხო არიღებდი შემთხვევით დაიწყო რა? იქ ვერა ხაზავობენ. კი, მე მივდივარ. სენი გადიე, ბიჭებო, გადი. ზეთ პიკზე იდექ კარგია.
ინერცია უნდა და ავა. არა. ერთის დემო, ერთის და ამოფრინდები. არაფერი არ არის, გადმოდი. გამოდი ბიჭო, ფეხი გამოდი. ფეხით ისედაც წამოვა, მანქანი და დაიწყე დამტო. მანქანა რა უყავ? საკმაოდ რთული გზა. მოდივართ, დაღლილები. ამოდიან ბიჭები. ლევანი წინ არის. გადაირბინა. ერთი მომიყვება. აუძრე ძიდი. გამოუშვი. არ არის კაი ამბავი ეს. მოგითხარ. ადი არ გაჩერდე. ადინო აი ცოტა. არა ჯაბა. ორმოსიკეთებ დიც. ჩაჯექი უკვე ჩამოდი დაბლა. აი ჯდები. არა, სიო გააჩინე მაქან. ზევიჩა გეგერე დიდხეზე იქ. დიდი ჩატე ხვალ დავალები. ლევანი აი შეერნა და ავიდა ბოლომდე. ერე ბიჭებმა ცოტა როიცვალეს გაფუჭდა გზა და აი ესეთი მდგომარეობა ეხლა.
მან ამბილმა ხერას ვანახე. Yakın, ona plata, আমি তো কামন ফ্রি। মিদি রস্তো। დავახვიო. ეხლა ისე გააფუჭეს გზა. გამთავრდა, აბანა. მომისპენი ვენა გზა მომის. ლევონმა აიკათა. ლევანის არცად არა გაბჭოდი. Вообще, მე მასე უნდა ავსურო. საკაიფო და არც ის არა. მე ხო ზევით და წვიმა რო წამოვიდო ჩამოვიდო. გოგა, შენი გზა იყო. კონკოლით. მიდი ცოტა ჩემსკენ მეიცე და წადი. წადი, მაგ გზაზეც გახარუე. დოსტო ole ზორს იქნა ამოვზვერი გამოვედით. მარჯვენა ხაბი გავგეთიშა თურმე დატრიალებულა და გაჩერდა. კარგად წოდეთ და გამოვედით მოვდივართ. განსუნდა სიტყვა მოიღრუბლა. მარცხენა ხوارდა. რავი შეიძლება, მაგრამ იქით არის, აი მე ნახე რუსავითაა და შეიძლება იქ ჩაგაგო. გადახვა ჩვეულებრივად. ეს წუთი მაცაა ცოტა დაძაბული მომენტია. არა, მიდი. ვერა ნამშევი. მიდი თემო, მიდი ასული ხარ, მიდი. ბიჭებო, ბევრი დარჩა კიდე? ჰა? და ისე 1-10 კილომეტრი? წამო ჯაბა.
სადაც ადრე ვიყავით. ამის იქით გზა აღარ იყო. ამოვედით ბიჭებო. ლევან მაგვასტრო პირველი ამოვიდა. ამოვედით მე ჩვენც. ანუ ფეხით აესია გასავლელი, ეს მთა გადასასვლელი და ამის იქით კიდე მეორე მთაა რა. ამის თავი ნახდათ აღარა გვაქვს, დასულები არიან და დაველოდო და ჩამოვლენ. ძალიან ბევრი მოგვიწია ფეხით სიარული, ერთმანეთის დახმარება. ჯაბას მანქანაზე აბიგა გვიფუჭდა, უпроსოდ გამოირთო, ტოტი მოხვდა, მერე მივხვდი და ჩავრთეთ ხელი და ჩაირთო, გაგვიმართლა. რა მოვიდა? საბუთი ამოუწერეს რაღა არის. ესეთი დაშვებული.ოგროვებით. არ ლეონი კიდე გასხოშია. ამასაც დაშვებული. 150 ლარში წაიღეთ გოგია მოსინჯე უთხარი რაც გეტყვის. აი ესეთი სილამაზე. ხარი ბიჭებს და არა მოკვდი არამედ ხომდე და განსხმელე საქმენი უფლისანი. მე თვითონ და გამომიცნე უსწავლას მომავალი სახელითა უფლისათა. როდი კომერციულად ეთნაშენებელთა ესე იგი საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთან. ვითარცა მოციქულთა უპირატესი წოდებული და ძმა უაღრესი სამართლისა. მათ ცხოვარსა ყოველთასა ევედრე ანდრია რათასა მშვიდობა მოანახა. ვითარცა მოციქულთა უპირატესი წოდებული და ძმა უაღრესი სამართლისა. მათ ცხოვარსა ყოველთასა ევედრე ანდრია რათასა მშვიდობა მოანახა. ზე გამოვიდა. ასამარა საუკუნეში და დავუმენ შობელო ძლიერებათა შენთა ქებათ უღირსნი ესემონანი შენი რამე თუ არა თუმცა შენ გუფარებდი ოხითა შენი თავინცასა და გვიხსნა ჩვენ ესოდენთა ჭირთაგან ანუ ვინცა დაგვიცნა ჩვენ აქამომდე ფრობილად არას და განგეშორნე ჩვენ დედოფალო კურთხეულო რამე თუ შენ იხსნის გულთა ჩვენთა ყოველთა განსაცდელთაგან სიტყვანი ჭეშმარიტებისანი თვალე შენი ხებოთა მის მიერ მოხდებებული სასწაულთა ხედვითი მის მიერ აღდგენილთა და დაწუნებულთა და თვით აღივსებოდი მის მიერ მადლითა და ძლიერებითა ამისთვის შეგნა ჩვენი ოფიცრის ხოდი. მაგისმის, ალო. აი ხარით. აულ ბიჭო, აგრე ვიხართ. დავიწყეთ ჩამოვიდეთ. დაგვეშვა ბოლომდე. ვერ შევამჩნიეთ და საიდან ვერავს ნახე. Salt. ეს არის ხარისხიანი. ისკის და საბურავი.
მაგრამ просто არ გადავედი მაიკი ვარ და ვერ გავაგებინე რომ გადმოვიდეს და დააბოს. დაუსინდარი და უკვე გამოაცხადე. შეიძლება რომ რაც მოვიდი მაგას ვცდილობ რომ რეაგერავი ავტობანი მაინც ხმიდა გავარ. აუსიგნალეო. უთხარი მაგის რომ უკვე ჩამოვიდე. აი ხო ჩამოვდივართ ამ გზიდან და შოთა გამოვიჭირე. სალამ შოთა. გამარჯობა. მე მგონი მეტნაკლებად ყველაზე კარგად ის არის ჩვენ ყველა. საახლობლოში გაიხარე. შენ ერკვევი რა, აი საიდან დაიწყო ეს თემა? როგორ დაიწყო, რო გითხრათ? დიდი ხნის ისტორია აქვს, მოკლედ ანდრია პირველწოდებულის როლი მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ისტორიაში ხო ძალიან დიდია, პირველი საუკუნიდან მოდის და თვითონ ამ ტერიტორიაზე არის, სადაც ვიყავით ახლა, მთა რკინის ჯვარი, ანუ ტოპონიმიკით ქვია მთას რკინის ჯვარი. ეს ნიშნავს, რომ ანუ იქ იყო გადამოცემით რაღაც დასახლებები და ანდრია პირველწოდებულმა სავარაუდოდ ქადაგების შემდეგ, რომ ქადაგებდა დადიოდა საქართველოს შემოსვლის მერე, აი ამ ტერიტორიაზე აღმართა ჯვარი. სავარაუდოდ, რა თქმა უნდა და ამ მთას გადმოცემით დაერქვა რკინის ჯვარი და ალბათ ტრადიციაც იყო აქ მოვლოცვის რაღაც, მაგრამ როგორც ასეთი რაც ახლა ხდება, ეს არის დაახლოებით ზუსტად წლებზე თუ არავინ გამომეკიდება 22-23 წლის წინ დაწყებული ამბავი სამეგობროს. თქვენი სამეგობრო ეკრიბებოდი და ადიოდი. და თავიდან ცხენებით, ფეხით ჯერ, მერე ცხენებით, მერე რაღაც მანქანებით, სამხიდიანებით შეისაჩესდებით და მერე მოვიდა დაგვეხა აი შემოგვეშველენ ეს ვთქვათ ეს მოდაში შემოვიდა ასე ვთქვათ ეს ოფროუდი და შემოგვეშველენ ქუთაისიდან, ბიჭები თბილისიდან, მოკლედ გორიდან, სხვადასხვა რაიონებიდან რა. შოთა რა მაინტერესებს იცი აი ადრე მე ვადევნებდი ხოლმე თვალს ხშირად რა და მან YouTube არხზეც იყო ხოლმე რომ სამფხიდიანებით მოდიოდნენ ხალხის რაოდენობა ძალიან ბევრი იყო და ეხა შედარებით ნაკლებია და რამ გამოიწვია თავისი მიზეზი აქვს მაგას ნახე რა მოხდა ესე იგი პანდემიის დროს 2019 წელს პანდემიის დროს საერთოდ შევწყვიტეთ მსვლელობა რომ ანუ ეს რეგულაციის ამბავში რომ რაღაც ეს ხალხი ერთად ახლოს რაღაც და ამ პანდემიის გასვლის შემდეგ ეროვნულმა პარკმა გთხოვა და მარტო გთხოვა არა რა რეგულაციები უსაფრთხოების დაცვის პარკლებში რომ მოკლედ ეს სამხიდიანები გადაადგილდებოდნენ აი ეს საფრთხის შემცველად ამ ხალხის პორტზე პლუს ფუჭდებოდა გზა რომელითაც ანუ სარგებლობს ეს დაცული ტერიტორიების ეს რეინჯერთა სამსახურიანების შემოსვლა აქედან გამომდინარე ბევრს უჩნდება ხოლმე კითხვა ხო რომ ანუ რატო აღარ დავდივართ რა და სამხიდიანები და მიზეზი ეგ არის რომ ანუ ეროვნულმა პარკმა მოკლედ ეს რეგულაციები გაატარა და ჩვენც ანუ მოვყევით ეხა მოემატა ცხენოსნების საკიეროდ ბიჭები ბევრს წავს ძალიან ცხენები და დადიან ცხენები სპეციალურად აქტივისტის ინტეგრებია ჩამოდიან და ეხა დაახლოებით რა რაოდენობა ამოდის ხოლმე ადგილობრივი მოსახლეობა რა თქმა უნდა იქნება ხო ამოსული ყველა დაახლოებით აი ცხენოსნები დაახლოებით რო ვთქვათ აი 150 დაახლოებით რა 100-დან 150-მდე ყოველ წელს სულ არის ეხლა და ყოველ წელს ეს ხატის აბრძანებაა ზემოთ რაც არ უნდა ამინდი იყოს მაინც ესე მანქანებით ძალიან ისე რა მოკლედ არავის არ უშლით ჩვენ რა უფლება გვაქვს მაგრამ უბრალოდ ძალიან მომზადებული მანქანა ჭირდება იმიტომ რომ შეიძლება მსვლელობა გააჩეროს ერთმა მომზადებელმა მანქანამ კი ეს ხშირად ხდება ხოლმე და შენც ნახე რა რთული ისა ანუ გრძელი დამღლელი რთული მონაკვეთია
რომელსაც რაღაც ესეთი ის უნდა რა თადარიგის დაჭერა და შესაბამისად ძალიან მომზადებულ მანქანებს ესე სამეგობრო წრეში და აი იმ კლუბებიდან ძირძველიდან რომელიც ესე დადიოდნენ აქ საინტერესო კადრია თან, ხო? დამოყურია რომ დავეხმაროთ. ამბავი ამ პერიოდს თან ახლავს რა, რაღაც ესე შემოუერთდა და დარჩა. მოკლედ, ვისაც უნდა ცხენით, მიდის, ვისაც უნდა მანქანით და რავი, მე მაგ ხოლმე ესეთი ტრადიციას არ ღალატობ არ ყოველ გავაკეთებ წელს. სოფტის წყალობით თუ შეგვიძლია გამოდეთ. ერთი ესეთი სამომავლო გეგმასავით წარმოსახვასავით ყოველ შემთხვევაში ანუ რაც შეიძლება იყოს რომ ანუ ის ხალხი ვისაც წამოსვლა უნდა და გული წყდება და ვერ მოდის შეიძლება რომ ანუ დროთა განმავლობაში განვითარდეს საცხენოსნო ტურიზმი ამ მიმდებარე სოფლებში ხარაგაულის რა მარელისი ლეღვანი აი აქ არის სოფლები რა რომლებიც სადაც შეიძლება ის ცხენის გაქირავება ხდებოდეს და ანუ მოყვებოდნენ იქიდან გიდის სახით ხალხი და მოილოცონ და ასევე აი ბორჯომში ხო იცი რა ხდება რა ეს ვრანგლერების ის როა რა ტურიზმი და მე მგონია რომ ძალიან საკმარისად კვადროციკლებიც არის, ბაგებიც არის, კი, არიან ბორჯომში. ალბათ რაღაც ანუ ეროვნულ პარკთან რაღაც შეთანხმებით სამომავლოდ შეიძლება რაღაც ეს დაიხვეწოს ერთობლივი საუბრებით რომ რა ფორმით შეიძლება დაიმატოს ეს რაღაც რა ჩვენ ადრე გქონდა ეს მთელი ახალგაზრდები ხარაგაულის ძალიან კარგი ახალგაზრდები ვინც ერთად ვაკეთებთ ამ ყველაფერს იყო ხოლმე გეგმები ველოტურიზმის და ასე შემდეგ რა ველოგაქირავება და ბევრი რამე კვადროციკლების სხვათა შორის და ასე შემდეგ რა რომელსაც ამ პანდემიის მერე რაღაც ისე გამოიწვია მაგ ამბავმა მაგ მუხტის დაგდება ესე ვთქვათ. და ბორჯომზე გადასასვლელი არის აქედან საცხენოსნო. საცხენოსნო კი, საფეხმავლო ბილიკები ძალიან ბევრი. ეს ხო ისა რა ერთ-ერთი უძველესი საქართველოში უძველესი ეროვნული პარკი 96-95 წელში და არის დაარსებული რა, დაახლოებით 96-95 დაარსებული პირველი ეროვნული პარკი და ძალიან ბევრი ბილიკია, მოკლედ, რომელიც ამ ბორჯომ ხარაგაულის ერთმანეთთან აკავშირებს და ულამაზესი, აი, ვისაც სურვილი აქვს მართლა ეს ალბათ უფრო ზაფხულის პერიოდში, ხო? ზაფხულის პერიოდი და კი, ადრიანი გულში ადამიანს რომ მოილოცო ეს ამბავი რაღაცა რთულ გარემოში, აი ეს დატვირთვა თუ აქვს ეს ადგილია ზუსტად ეგ რა. აი რა პერიოდია რომ თავისუფლად შეგიძლია ამოხვიდე აქ? აი თავისუფლად რომ შეიძლება რომ ამოხვიდე ზაფხულიზე, მაგრამ როგორ არის ეროვნული პარკი, ისე მანქანებს ესე ყოველ დროს არ უშვებს რა, ერთი დღე ანდრეაობა და ერთი დღეა ფერისცვალება კიდე რა. და ეს დღეც დარჩა მანქანების შემოსვლის დღე რა, ასე ვთქვათ, უშვებენ ამ დღეს და მაგ დღეს უფრო მარტივია ამოსვლა აქ, ვიდრე ანდრეაობას აი ურთულესია. კილომეტრაჟიც უნდა იცოდენ, ანუ 45 კილომეტრია ხარაგაულიდან და სულ გზაზე. ეს უგზოობა ტყის გზა რამდენია? ტყის გზა დაახლოებით ალბათ ხერგილიდან 22-25 კილომეტრი. შოთა და აი სადაც ჩვენ ახლა გაჩერებულები ვიყავით და ვიდექით, აი იქიდან რკინისჯვარამდე რამდენი კილომეტრია მოკლეზე თქვენ რო ახვედით ახლა და ფეხით საიდანაც ხო, ფეხით სავალი სადაც. ხო, აი იქიდან იქნება ალბათ 3 კილომეტრი ნახევარი რა და საკმაოდ საინტერესო გადასვლა იქნება ახლა. როგორ შეიძლება მოსჯერე. ჯაბა უკანა ხაზია. მედიაბა დაბერა. მოუკან გამოვწიო? რამდენზეა ჯერ? 6-იანზეა ეს. არა. მე ვქენია. რამდენზეა? მაგიმით. გაგეხედა რამდენზეა? 0-1 თვიარეთ. მთელი გზა, მაგრამ კი არის არა. იხოხა. სასაული პროტექტორებით. წინა მარცხენა დამრჩა ესე. რამდენად კმაყოფილი დარჩი, აბა?
ძალიან, ხო, ძალიან სიამოვნე. მანქანამაც ძალიან სიამოვნა. რეალურად ყველანაირი ტექნიკური პრობლემის გარეშე ვიარე. მე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბიჭებს ბევრი რაღაცა შეექმნათ. ზოგმა რა დააზიანა, ზოგმა რა, თუმცა რაღაცნაირად მაინც ჩამოვალთ და ჩავახწევთ დაწუნებული ვარ. მნიშვნელოვანია რომ ამ დროს ყველამ ვიფრთხილოთ, იმიტომ რომ ამ ყველაფრის მიზანი საერთოდ არ არის ოფროუდი, ამ ყველაფრის მიზანი არის მოლოცვა, დაწესაბრძანება და ტრადიციის შენარჩუნება. ამიტომ ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა იმას, რომ ეს ამოცანა შესრულდეს და ყველანაირი რისკის გარეშე მოვიაროთ ეს ყველაფერი. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ძალიან დაბალ წნევაზე ვიარე, 0-1-ით ვიარე ფაქტიურად და ნუ ისეთ ადგილებში გადავიარე, სადაც ფაქტიურად ვერავინ ვერ ამოვიდა, ცოტა ხანმოვალი ნათქვამია, მაგრამ ნუ იწვალეს და მე ამოვიდა. ხო და იმის გარდა რომ მანქანის ძალიან კმაყოფილი ვარ, თვითონ ეს მომენტი რომ სად როგორ რანაირად გაზის მოზომვა და ბევრი რაღაცა კიდე უფრო ასე ვთქვათ გავივარჯიშე რა. ხო და გევანდელი მიზანი შესრულებულია, ახლა მთავარია შვიდობით დავაგვირგვინოთ. 0-1-ზე და ბერილი საბურავით ქვიანზე ვეღარ ვივლით. თან ბუქსირზე მანქანა ყავს და შესაბამისად 0-5-ზე ვბერავ. მეც შეიძლებოდა, მაგრამ კომფორტიც კარგია. დაახლოებით 20% ჩამოვიარეთ, მეგობრებო. აი აქ ვართ. აი ესეთ ადგილზე. პატარა კოტეჯივით დგას, ეთყობა ვიღაცა მშენებლობას აპირებს და ყველაზე სასაცილოა ჭიშკარის ადუყენია. ობი არ აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ჭიშკარი დააყენა. დიდი ალბათობით იქაც ძველი შენობა დგას, დამტროული უკვე. გაგვიმართლა ამინდმა ძალიან მაგრად. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჭაბას წინახიდი დაუზიანდა. აქედან კარგად ვიარეთ, გზაში მერე ეტაპობრივად გაჭედა და საბურავი ჭედავდა. ვეღარ ავდიოდით, ვერ მივხვდით რისი ბრალი იყო. მერე უკვე ნელ-ნელა რომ მოუმატა ამ საბურავის გაჭედვა, მივხვდით რომ საერთოდ გაჭედა წინახიდი. შოთა როგორც ყოველთვის ჩვენ გვერდზეა, ჩვენი ძმა და მეგობარი. ყველა ერთად. გვერდში დგომაა საჭირო. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ამ მაგარ ადამიანს. აი ესე ლამაზად გვერდში დაგვიდგა. ბოლომდე დაგვათვალიერებინა, სად რა იყო, როგორ და რანაირად. იმეც ვიტოვებ, ჩოთა მომავალ წელსაც აუცილებლად გესტუმრებით. ანდრია პირველწოდებული შეწევ. გენაცვლი, გაიხარეთ. რა